ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება, მოქალაქეები უკვე თითქმის 200 დღეა უწყვეტად იკრიბებიან ქუთაისის მერიის წინ, მოითხოვენ ახალ არჩევნებს და აქციების დროს დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. გუშინ მოქალაქეებს აქციაზე შეუერთდა ფსიქოლოგი მაია ცირამოა. პროტესტის მონაწილეებმა აქციებზე დაკავებულების წერილები წაიკითხეს. დიქტატურის დამარცხების ერთადერთი ფორმულა, ჩაუშესკუს მაგალითი, მუსოლინის მაგალითი, საფრანგეთის რევოლუციები, დროა ნამდვილ ევროპულ პროტესტებისა და წინააღმდეგობის, დროა თავი დაუცვა ძალადობისგან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მობიერები დიქტატურის მიმართ. ჩვენ გასაქანი არ უნდა მივცეთ საქართველოს დემოკრატიის მთავარ მტრებს, მოსკოვის ოქროთი მოსყიდულ ხოცებსა და მათ მომხრეებს. მხოლოდ ბრძოლით, ნაღდი ბრძოლით გავიმარჯვებთ. ჩვენთან არც ღმერთი და თუ კი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვიღაა ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის ზვიად მასთან მიახლოების ყველა გზა ვცადე, მაგრამ ეს თვალუწვდენელი, აღრიალებული ოკეანე თავისი ბობოქარი ტალღებით ყველა შანსს ხელიდან მაგდებინებს. არ მესმის, რატომ სჭირდება ასე ჩემი გაქრობა ამ სამყაროდან? რატომ ვცდილობ წაშალოს ყველაფერი, რაც კი ოდესმე მყარებია? რატომ უნდა შემირყიოს ის რწმენა, რომელმაც აქამდე მომიყონა? რატომ სურს დამიკარგოს თავისუფლების ყურვილი, რომლისკენაც ასე ძალიან მივისწრაფით მე და ჩემი დასახიჩრებული, მრავალუბედურება, განცდილი ნავი, იმედი მაქვს შემამჩნევს, ნელისვლით, მაგრამ მაინც მოცურდება და განთიადთან ერთად ჩემს ფიქრებსაც გაანათებს და გააგრძელებს არა გადარჩენის, არამედ განვითარების გზის ძიებას, რომელიც ერთ დღეს შეწყდა სრული სვლით თავისუფლებას. Sfârșitul bulevar carnacov იყო შეუპოვარი და უშიშარი მძუწ ტყუილი ადამიანთა უთხალასწორები. ვაფასებ მანდილს და თავისუფლებას. თუ სიყვარული იქნება წინამძღოლი, ყველა მარცხი მოტივაციას მოგცემს ბრძოლის გასაგრძელებად. იყავით ხნე, ცას ვერავინ გამოეკიდება. იყოს ქვეყნის სიყვარული თქვენი წინამძღოლი. ჯობს სიცოცხლეს ან ნაძრახსა სიკვდილის სახელია. წინ საქართველოს, წინ ევროპის ერთა გავიმარჯვოთ. ცეცხლი ორი ბავშვს.